მოეშვი თავის გამართლებას, რომ რაღაცის კეთება არ შეგიძლია. რამდენი ადამიანი მინახავს და ახალგაზრდებიც არაერთხელ მინახავს, რომ არ შემიძლია მოვისმინო ღმერთის სიტყვა, ვერასოდეს ვერ შეძლებ მოვისმინო ღმერთის სიტყვა. ეს არის სიმართლე. ვერასოდეს ვერ შეძლებ მოვისმინო ღმერთის სიტყვა, თუ 5 წუთითაც არც ცდილობ რომ მოვისმინო ღმერთის სიტყვა. ვიღაცა ამბობს რომ რთულია ჩემთვის ლოცვა, ვერასოდეს ვერ ილოცებ. იმიტომ რომ არ გიცდია იმის კეთება, რაც ისედაც შეგეძლო. რაც ქონდა იმის გამოყენება არც სადე, ამიტომაც ვერც ის ვერ შეძელი, რაც უნდა შეგძლებოდა მომავალში. ამიტომ რახან გულწრფელი არ არის ადამიანი, რახან იმას არ აკეთებს, ხშირად ის იკეთებაც შეუძლია, მინიმუმ იმას -1 აქვს შედეგის ბოლოს, რაც მისი პოტენციალი იყო. აი წარმოიდგინეთ იესო ქრისტე როცა ამბობს ჩამონათვალში რომ გამომავალი ადამიანისგან ბილწავს მას, წარმოიდგინე 10-დან 9-ში მაგარი ხარ და 1-ში სუსტი ხარ. ეს ნორმალურია შენი აზრით? ამიტომაც მოგვეცა ჩვენ ძვირფასი მსხვერპლი რომ მისი მეშვეობით გქონდეს სისუფთავი 10-დან 10-ვეში. მისი მეშვეობით გავასწოროთ ჩვენივე თავი. თუ არა და სულ მოჭიმულები უნდა დავდიოდეთ რომ ვაიმე რაღაცა შემეშალა და არაფერი არ გამომივიდა, მაგრამ ღმერთი გეუბნება, რაც შეგიძლია ხშირად დაკეთე და გულწრფელად დაკეთე. სადაც არ უნდა იყო დაფარულში უნდა იყო თუ სადაც უნდა იყო, ხშირად დაკეთე და შეძლებ იმას, რის იკეთება საკამდე არ შეგეძლო. თუ ინაბიჯებს გადადგამ, რისი გადადგმაც შეგიძლია შენ შესაძლებლობებს გადააჭარბებ. თუ ახლა და ხშირად და გულწრფელად იმის კეთებას დაიწყებ, რაც ახლა არ არსებობს შენ ცხოვრებაში და ახლა ვერ გამოგივა, იცი რომ ვერ გამოგივა, შენ შესაძლებლობას გადააჭარბებ უეჭველად. თუ ამას რეგულარულად გააკეთებ, შეუძლებელი, შესაძლებელი გახდება შენთვის. თუ გულწრფელი იქნები, შენ ცხოვრებაში ღრმა და ჭეშმარიტი ცვლილებები დაიწყება. კიდევ რით გავზომოთ ეს ყველაფერი? მესმის უფლისოც ამბობდა, კიდევ რა შევადაროთ, სადასამეფო როცა ამბობდა იესო ქრისტე. იმიტომ რომ ყველაფერი უთხრა ადამიანს, ყველაფრით გაუზომა, ყველაფრით შეაფასებინა, ყველაფერი გაავნო პარალელი ყველაფრისა, რომ გაეგოთ ადამიანებს და ასე არის ჩვენ ცხოვრებაშიც. კიდევ რა შევაფასოთ, რომ რაღაცები მიღწევადია, თავერ გადამიდგია 1 წუთით გაჩერდი. პატარა ყოფით საკითხებს შეხედე. 1 წიგნი წაგიკითხია? ადამიანები თვეშიც კი არ კითხულობენ რაღაცებს. წაიღებენ წიგნს და უდევს თაროზე და არ კითხულობენ. არაფერი არ შეიცვლება. კიდევ ვერ შეძლებს შეუძლებელს კარგი ხანი. კიდევ არ გექნება კარგი ოჯახი, კარგი ხანი. კიდევ არ იქნები კარგი მშობელი, კარგი ხანი. კიდევ ვერ შეძლებ ხალისხიან ლოცვას დიდი ხანი. კიდევ ვერ იგალობებ გულწრფელად გალობისოს და კიდევ გალობლების სულიერ ცხოვრებაზე დაიწყებ ფიქს ნეტად განა სულიერად რომ ვიგალობო ახლა მათთან ერთად. პირობითად ვამბობ ამ ყველაფერს, იმედი არ ფიქრობთ ესეთ რაღაცებს. კიდევ დააკვირდები ადამიანებს კარგი ხანი. იმიტომ რომ შენ უბრალოდ არ დაიწყე რაღაცის კეთება, რაც შეგეძლო. ამიტომაც შენთვის შეუძლებლად დარჩა. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, თუ რაღაცის კეთებას დაიწყებ, რაც შეგიძლია, ხშირად გააკეთებ ამას, ყოველ დღესასურველია და გულწრფელად გააკეთებ. შენ შესაძლებლობას გადააჭარბებ, რაც შენთვის გუშინ შეუძლებელი იყო, დღეს შენთვის შესაძლებელი გახდება. აბა სადეთ და გააკეთეთ ისეთი პირობითად ვარჯიში ფიზიკური თუნდაც ის რაოდენობა, რაც შედეგის ბოლოს უნდა გააკეთოთ. შეიძლება 5 დღე ფეხზე ვერ გაიაროთ იმის ნახევარი მაინც თუ სადეთ. იმიტომ რომ შეუძლებელი იყო შენთვის რაღაცა. მაგრამ აბა სადეთ ნაბიჯ ამის გაკეთება და დაინახეთ, შეაფასეთ, გაიხარეთ ამასთან ერთად, თუ რამდენად მიღწევადია ის მიუღწევადი, რაც ჩვენთვის ასე ჩანს. სისუსტე გაქვს არაფერი შეგიძლია? რა შეგიძლია? ღმერთი ესეთ კითხვას გისვამს. სიცხე გაქვს და არაფერი შეგიძლია? რა შეგიძლია ექიმი გკითხავს? იცი რა ხდება როცა ადამიანი აი ასეთ დროს იმას აკეთებს რაც შეუძლია ნერწვის გადაყლაპვა ხო შეგიძლია ყველაზე საშინელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ეკითხება ექიმი კი შემიძლია ექიმი ხო და გააღე პირდა დალიე წამალი ეუნება ექიმი სვამს ადამიანი წამალს ყოველ დღეს სვამს და იცი რა ხდება გამოჯამთელების მდგომარეობა იწყება გამოჯამთელება იწყება მოდი ახლა სულიერ ცხოვრებაში გავზომოთ არეულია შენი ცხოვრება, სუსტად ხარ, ავად ხარ, ჭორიკნობ, გონია რომ ყველაფერი შენ შემოგეტმასნა, არაფერი არ შეგიძლია, რა შეგიძლია? ჭეშმარიტება დღეში 3 ჯერ.
დილით შუადღით და საღამოს. დოზა გაიზრდება ნელ-ნელა, შეთვის ესეთი პასუხია ზეციდან.